აი ეს ადგილი არის წიგნის დასაწერად დასამთავრებლად წიგნი ძირითადად დაწერილია და რომ დავამთავრო ეს წიგნი მინდა სიმშვიდე. უყურე როგორ იყო. მე ხომ ბიჭი, რასაც ქვია, ერთი მყავს მათე და როცა მე დამაკავეს, მათე იყო 15 წლის. და წარმოიდგინეთ თქვენ ქართული კანონის თანახმად, რადგან დამაკავეს, გადამიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებაში და სხვა შანსი არ არსებობდა, რომ მათე მენახა ან დამერეკა მათესთვის, როცა დღეში მაინც 100-ჯერ მოვიკითხავდი სახლში რომ ვიყავი თუ სად იყო. როცა დამაკავეს, ვერაფრით ვერ შევძელი, ვერც გავლენით, ვერც უგავლენოდ ვერ შევძელი, რომ მათეზე მე დამერეკა. იმიტომ რომ მე ხო დიდი დამნაშავე ვიყავი და ამიტომ რაღაცა სასწაული ხდებოდა და ერთი სიტყვით გავიდა 3 თვე, 5 თვე, 6 თვე და ესეთი მომენტი იყო, რომ როცა უკვე მომისაჯეს 6 წელი, უნდა დამთავრდეს 9 თვე და 9 თვე რომ დამთავრდა, მომისაჯეს 6 წელი. და 6 წელი რომ მომისაჯეს, კიდევ ვიმეორებ, რომ ალბათ ციხის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციამ, თვითონ დეპარტამენტში ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, დათო ბედია და სხვა და სხვები და ალბათ გადაწყვიტეს, რომ კარგი რა გინდათ ამ კაცთან და შვილთან მაინც დავარეკიოთო და დამარეკიეს. და დამარეკიეს კი არა, მითხრეს, რომ ხვალ 3 საათზე მათეს გაჩვენებთ და ტელეფონით დაგალაპარაკებთ. არის ესეთი. მე აქეთ უნდა დავждე, მათე იქით შუაში არის შუშა, ხმა არ ისმის, მაგრამ ტელეფონით ისმის ხმა, ეს ადვოკატებმა იციან და თვითონ პატიმრებმა, ვისაც გაუულია ეს გზა, ყველა მისის. ჩამომიყვანეს 10 წუთით ადრე ვზივარ და ველოდები მათეს. აი როგორი იყო იცი ის დრო ჩემთვის და ის წუთები. ეს იყო რაღაცა ვერაფერს ვერ ვხედავდი. აი ტვინი საერთოდ გამეყინა. აი რომელ წამ ახლა შემოვა და შემოვიდა მათეში. რო შემოვიდა მათეს სახეში რო შევხედე, აი მიღიმოდა სავით. მე აქეთ ვიჯექი თვითონ კიდე მიღიმის მე ხმა ვერ ამოვიღე, დაждდა, აიღო ტელეფონი და რაღაც უნდა მეთქვა, ხო, როგორ ახარ მამა ან რაღაცა რო უნდა მეთქვა, წარმოიდგინეთ თქვენ 13 თუ 14 წუთი მე ხმა ვერ ამოვიღე და თვალიდან ცრემლები ესე მომდიოდა.